გამარჯობა, მე დავითი ვარ და დღეს სტუმარი ყავს, თან როგორი საინტერესო. გამარჯობა, მე ვარ დამიანე ნავაძე, Tech Reviewer. აქ გვაქვს ZTE Nubia Red Magic 11 Pro და Nubia Pad Pro. ასეთი მუღამი დიდი ხანია smartphone ხელში არ მჭერია, მე პირადად და ნახოთ. მოდი პადით დავიწყებ. 10.9 ინჩიანი IPS LCD ეკრანი, 154 Hz განახლების სიხშირით. კამერებიც გვაქვს. უკან 13 მეგაპიქსელიანი და წინ 20 მეგაპიქსელიანი. 256 გიგაბაიტი აქვს შიდა მეხსიერება. ასევე საკმაოდ დიდი ელემენტი აქვს. 10000 მAh-ის მოწყობით. თანაც 66 ვატით იმუხტება და ადაპტერი ყუთშივე მოყვება. Mobile Legends ვთამაშობ მინიმუმ 8 წელია და პირველად აღვიქვი თურმე რა კარგი გრაფიკები ქონია ამ თამაშს. ეს არის დიდი და კარგი ეკრანის და ასევე კარგი ჩიპსეტის დამსახურება. ოკეი, Red Magic-იც დროც მოვიდა. ამ ყუთში smartphones მოყვება 80 ვატიანი ადაპტერი და кейსი, რაც არის ძალიან კარგი. მით უმეტეს gaming smartphone-ისთვის. ამ ტელეფონის დიზაინი უნიკალურია. კამერა კორპუსიდან არაა გამოწეული და ბრტყელია უკანა პანელზე მთლიანი, რაც თამაშისას მე პირადად ძალიან მომეწონა. არჩეზე კარგად დავიწყებულ რაღაცას ვხედავთ. Audio jacks. იმიტომ რომ gaming smartphone-ია და საჭირო audio jack-ი. და ასევე კულერი გვაქვს კამერის ლინზებთან. ასევე მარჯვენა მხარეს გვაქვს ტრიგერები. აი ასეთი top პადი და smartphone-ი გახლავთ Nubia's Pad Pro და Red Magic 11 Pro. გამოიწერეთ ზუმერის არხი და შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.